დედამშვიდობის სახალხო როგორ ხარ? როგორ სანდებით, როგორ გიკითხოთ? კილოცოთ სიყვარულის დღეს. მე მაინც ყოველთვის იმის მომხრე ყოველი დღე სიყვარულისა არის. ამიტომ მაინც ცოტა დღეები გვაქვს. სულაც 100 წელი ვქონდეს მაინც. ყოველი დღე სიყვარულისაა. ხონდან დაშილა. მაგრამ ეს მეცაიშოს რომ დღესაც სიყვარულის დღე რაითა არ უნდა მილოცოთ ერთმანეთს. ამიტომ გილოცავ. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ სხვა დღეებშიც უნდა კონდეს ეს განცდა, არა მარტო წელიწადში 2 დღეს თუ 1 დღეს. პატარა საათის ფურცლები. დაიბრუნებია. აი ხო გონია ახლა ამიტომ ისო საჭმელი აუყურე. არა. განსაკუთრებულ ამას ითხოვს. ამიტომ გქნავის. რამე განსხვავებული უნდა. მე ვიდა დაიწყო ჭამა ხერგ ავიდა. მიხდა ეტყობა რა. და ასე დილენ შვიდობისა იმ ხალხებო დღეს სახში გოგოშკები ვიქნებით მარტო ბავშვები იქნებიან ოსტავში ვიქნებით სახში საქმეა რა მათ საერთოდ აი ხათმის ფილებს კი არა მაგრამ ყოველთვის რა მომეკეთებდი საერთოდ ყველი სამარალი იგო შარფილი არა ორი სამი წელი გვექცია და დილამშვიდობის მიწისად ხილებს ჭამ კარგად ჩხანჩქარა ვერ ვატრია. და აი ხა მაგალითად ეს რო ჩამოვაქ ზემოდან. ამ ხელს არ ჩამოვაქ, იმიტომ რომ იმენება იმაში და რა გქო რა. ვერ წერ. თოდა მძიმეს ხა ეს კიბიანი ხო არა. მაგრამ არ ვარ წუწუნა და ასეთი ადამიანი და საერთოდ არ ვიძახი რა. აი ამაში მაგალითად ამას წერ ნახე. ნახევარი წელს არა შეიწყარ. მაგრამ მაინც აი ეგრე ვიგზენი რა ხალხი. მაგრამ აი შევეუბნები არა ვაწუხებ. რომ რა ვიცი მეტად შევაწუხარ ვანებიო მაგრამ მე წეის ხალმე რო არ მეკითხები არაფერს მაშინ ასე ძალიან მიჭირს და მტკივა. ხოჩემბრები გამოდის. აი ხალხო ნახეთ რა მშვენიერება აი ხალხო ცხოვრებაში პირველად გავჭირი ეს 6 ნაჭრად სულ 5 ჭრიდი ხოლმე სანამ მოსთავში წავლენ ანდრია გავაგზავნა მაღაზიაში დღევანდელი დღეისთვის მოვაწყდნენ ეს მინდოდა ძალიან ამას ვათბობ აგერ მიდევს აქ ხუმელისკენ საჩემი ნაჭერი 151 გრამია იმიტომ რომ ყველაზე ძალიან ამ რულეტის მიყვარს აი ეს ანუ ჯემი და ნაღები ერთმანეთში არეულ და ეს როცა
გაყინულია საერთოდ არ მეგემრიელება, ამიტომ უნდა გადენეს. ველოდები მაგას. ეს მინდოდა ევის. ეს მინდოდა მე უკვე რამდენი ხანია მინდა. მაკარონი ვიყიდე გუშინ კარფურში. ესე სპირალები, ხო ჩვეულებრივი სპირალები კი აი ძალიან სპირალებია რა. ხო და მაგასთან მინდა რომ ჩამოიცა თავისი ამოვიწყდა. ასე. მე როგორი ხარცავიცარი. ეს ისალი ფილე. ეს ფილეები რო არა მაქვს. აი გიგონება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლიაო ეგრე არ ხარნა. ალბათ ეს. კარეთ დავდებ. სიცივეში გავყვეს. მოდი. შენ. ეს. შენ. ეს ავწონოთ. ამ რენგის რულეტებიდან ევას უყარს მარტო ის თავზე რო ეს ბეძები. ვიცი. ხო? წაიღო. როგორც ზაფხულის, ეგეთი მზეანათებდა ხალხოს სახლში. და ნახეთ. ეხლა არის დღე გაიზარდა, ნახეთ. ედვარ ჩანს, კარგად ჩანს. ხო. აი, შეკარგია დღე იზრდება. თქვენი არ ვიცი და აი მე ხო ყოველთვის აი ნახეთ აქ როგორი აი იმიტომ გავედი აი სტიმზე შემოდიოდა იქიდან ანუ მე ყოველთვის აი რაც არ უნდა ცუდად ვიყო ანუ აი გარეთ ბუნება ყოველთვის მშველის აი შინაგანად მომაკვდავივით რო ვიყო ბუნება მაინც შვებს არ ვიცის რა ფენომენია, მაგრამ ჩემს სულთან ძალიან ახლოს არის ბუნება. მოკლედ დღეს 14 თებერვალია. ყველას გილოცავთ ძვირფასებო სიყვარულის დღეს მე ვიცი რომ თქვენ ჩემი დამოკიდებულება იცით. ამ დღისადმი, ანუ მე ეგრე ვთვლი, რომ ყოველი დღე არის სიყვარულისა, მაგრამ ის რომ სიყვარულის დღეც ავღნიშნოთ და ყოველი დღეც როგორც სიყვარულის ეგრე ვიგრძნოთ, მაგაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ანუ საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი იმის, რომ ვთქვათ, რაღაცა სიყვარულის დღე ავღნიშნოთ. არა, ძალიანაც მომწონს. ხო, ამიტომ გილოცავთ ყველას და გისურვებთ, რომ ყოველი ჩემი, თქვენი ყველასი დღე ყოფილიყო სიყვარულის დღე. სიყვარული სავსე, იმიტომ რომ სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობა. რეალურად ესე მგონია, რომ თუ ადამიანს არავინ არ უყვარს და არ ყავს ისინი, ვინც უყვარს, მისი ყოფა უაზროა. იმ შემთხვევაში თუ ისეთი ეგოისტია, სხვა არავინ არ უყვარს თავის გარდა, მისი ყოფა უაზროა და თუ ასეთი არ არის კიდე და მაგალითად ძალიან დიდ
მოტივაციას და შთაგონებას და რაღაცის კეთების სურვილს და ყველაზე დიდ ძალას ჩვენ რაც გვაძლევს ეს არიან რაც და ვინც ეს არიან ჩვენი საყვარელი ადამიანები ხო ჩვენი შვილები ახლობლები ისინი ვინც გვიყვარს მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არიან და მე ძალიან მიყვარს ცხოველებიც ვამბობდი ზუსტად დღეს ვამბობდი მაგას რომ ანუ შენ რა შეხვდები ადამიანს თუნდაც ქალს კაცს აი მე ხა უკვე ამას აქში ვეღარ ვამბობ ხოლმე რომ ერთხელ და სამუდამოდ ვეღარ ვამბობ ხოლმე რომ მთელი ცხოვრება უკუნისამდე ანუ იმიტომ რომ შეიძლება ადამიანში ძალიან დარწმუნებული იყო მაგრამ ყველაფერი უკუღმა წავიდეს და დატრიალდეს და ამიტომ აი ადამიანზე ვეღარ ვამბობ მაგას რა ადამიანს ვინ არის გამოავლენს მარტო დრო ანუ რეალურად როცა ყველანაირს გნახავს როგორიც ხარ და ყველანაირს შენ აგირჩევს და შენს გვერდით დარჩება ანუ აი ისეთს რო გნახავს ადამიანს შენ თავზე გული გერევა ანუ შენ რო არ მოგწონს ანუ ჩვენ ადამიანებს ჩვენი რაღაცა განავალიც კი არ გვესაზიზღრება ანუ იმენა განავალს არ გულისხმობ ალბათ მიხვდით ხო ანუ ჩვენი ყველა საზიზღარი ბნელი მხარეებიც კი ანუ ჩვენთვის ისეთი მიუღებელი არ არის როგორც სხვისი ბნელი მხარეები ხო ეგრე ანუ ჩვენსაც უფრო ვიღებთ იმიტომ რომ ნუ ნაცნობია და ჩვენია ხო და ანუ როცა სხვა ხედავს ამას რომ ანუ რაც შენ თვითონაც კი არ მოგწონს აი რაზეც შენ თვითონაც კი გული გერევა და ფიქრობ რა ის რა საზღარი ვარ ახლა და რას ან სუსტი ან რაცოდ ვიქცევიან ნუ ნებისმიერ რაღაცა მოკლედ რა და მაინც შენ გვერდზე რო რჩება მაინც შენ რო გირჩევს მიუხედავად ყველაფრისა ანუ იმიტომ კი არა რომ მას ჭირდება იმიტომ რომ მას უყვარხარ ანუ ესეც სიყვარულს გაუმარჯოს ის ჭირდება სასმელი ამ სიყვარულის სადღეგრძელო რო ვთქვა ეგეც სიყვარულს გაუმარჯოს და ეგეც სიყვარული გქონოდეს ნამდვილი რომელსაც მარტო დრო და ცხოვრება გვაჩვენებს ბევრი ადამიანი ალბათ ისეთი ადამიანის გვერდზეა რომელიც ძალიან მარტივად გაუშვებდა ხელს და მიატოვებდა, მაგრამ არ იცის, იმიტომ რომ რთულ სიტუაციაში არ ყოფილა. მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი დედაჩემი ცოცხალი ყოფილიყო დედაჩემი. მეც და დედაჩემიც ვიფიქრებდით, რომ მე ისეთი მამა მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს დედა, რომელსაც ძალიან უყვარვარ მე. და დედაჩემი ვერასდროს გაიგებდა, რომ მამაჩემ შეეძლო იმავე პაწაწინა ქალაქში ეცხოვრა, სადაც მე ვცხოვრობდი, სხვა შვილები გაეზარდა, ჩემი მამა არ ყოფილიყო და ჩემს სახლშიც რომ მოვიდა და ჩემი ძაღლი შეეშინდა, ანუ მე რო რამე მომივიდეს ჩემ შვილებს რას ეუბნებიო, ესე თქვა. ანუ იმ რეალობაში, სადაც დედაჩემი არ მოკვდებოდა, მე კარგი მამა მეყოლებოდა და მეგონებოდა. ბონი გარეთ არის? ბონი? არა, კატა. გარეთ დარჩენილა. ოტა, მოდი. ხო და ამიტომ, ანუ ცხოვრებამ უნდა შეამოწმოს ვინ არის და რთულმა სიტუაციამ უნდა აჩვენონ ვინ არის და ვინ სადგას. და მე ვიზეთ შემიძლია რომ ვთქვა აწდა მარადის, მე ვიზეთ შემიძლია რომ მუდამ ჩემი იქნება, არასოდეს მიღალატებს. სანამ ცოცხალია ჩემი მოყვარული იქნება და ცოცხალი რო აღარ იქნება, მერეც ჩემი იქნება და სამუდამო სიყვარული გვაქვს. ესეთები არიან ძაღლები. ძაღლები არიან ისეთები, რომლებიც არასოდეს, ანუ შენ თუ ქუჩაში დარჩები, შენ თუ იქცევი უსახლკაროდ, დაუბანელი, ჭუჭყიანი, მშიერი, შენ თავის ყველაზე საშინელი ვერსია, ის არასოდეს მიგატოვებს. მარტო იმიტომ, რომ შენ ხარ, მარტო იმიტომ, რომ უყვარ ხარ, მარტო იმიტომ, რომ ის ძაღლია. და კი, მე აფერისტ, მატყუარა, არარაობა ადამიანებს ძაღლები მირჩევნია.
იმიტომ რომ მაგათმა იციან სიყვარული რა არის. იმიტომ რომ მაგათში უფრო მეტი ღმერთია ვიდრე ჩვენში. ასე რომ სიყვარულს ადღეგრძელოში ჩემთან ყოველთვის აღლებით შედიან. ეხლა შემეხება მე 12-ის ვიდეო დღეს გავაკეთე, 13-ის ვიდეო ჯერ არ გამიკეთებია და დღევანდელ ვიდეო ჯერ არ ჩამიწერია, იმიტომ რომ გუშინ ისევ დავლია ის ანტიდეპრესანტი, რამაც ძალიან ცუდი მოქმედა წინაზე, ანუ მქონდა საჭმელი ჭამის სურვილი, მქონდა ძალიან ძილიანობა და კიდე დავლიე. მეთქი იქნება ხა სხვანაირი მოქმედოს თქო, იმიტომ რომ მაშინ გაცებულიც ვიყავი, ციკლიც მქონდა და ეს ყველაფერი შეიძლება ემატებოდა მეთქი და მარტო იმის ის არ იყო თქო რა, ანუ ესენიც გავლენას ახდენდა თქო და ამიტომ კიდე მივეცი ერთი შანსი ასე ვთქვათ რა და ორჯერ დავლიე და ესე იგი გუშინ მთელი დღე მეძინებოდა. დილას ხო ნუ ავდექი, მე შუა დღესაც მეძინა, მე საღამოს სადრე დავდექი, ეხაც მეძინება სასტიკად, დღეს არ დამილევია. წუხელ ღამე მშიოდ არა, ჭამა მინდოდა. და ამ დღესაც, ანუ ისეთი, ეგეთი ჭამის სურვილი, სხვა დროს არ მაქვს, ანუ ეს არ არის ემოციური ჭამა. ანუ ეს არის რაღაცა სხვა. ანუ ნეიროქიმიური რეაქცია ტვინისო GPT თქვა. და ის ხანაირად აღიქმება რა, მე ხო ხა ემოციური ჭამასაც ვიცნობ, შიმშილსაც ვიცნობ, ანუ ეს სხვა რაღაცა. ხო, და ნუ გადავწყვიტე რომ არა რა, არ არის ეგენი ჩემი და თავი უნდა დავანებო. და აღარ უნდა გავაგრძელო და აღარ გავაგრძელებ და გამისწორდება მდგომარეობა იმედი მაქვს. ხო. დღეს დილიდან გამოვიძახე რულეტი, ერთი ნაჭერი შევჭამე, ყველამ თვითონ ნაჭერი შევჭამეთ, მეტი არ ვიყიდე, რომ მეტი არ მეჭამა. ორს ვყიდულობდი, ხომ ეგ პატარა ცოტაა მეთქია ორ რაღაცას. დღეს სახში არავინ არის და ცხადი არაფერს არ აღნიშნავთ, ხვალ ყველა სახში იქნება და არ ვიცი შეიძლება მწვადი შევწვათ, ან რა ვიცი, რამე შეუკვეთო, არ ვიცი სიმართლე ვკითხრათ, რა იქნება. ანუ აი გამოწურული limoni-ვით ვარ, ემოციურად არ. და მოკლედ ეგრე ვარ რა, რომ არაფერი არ მინდა, არაფრის სურვილი არ მაქვს, ძალიან საიზღრად ვარ და თავს ვაიძულებ, რომ ვაკეთო რაღაცა ელემენტარული, რომ მაგალითად ვიარო ის ჩემი 10,000 ნაბიჯი, რომ ის ჩემი რაღაცა რუტინა გავაკეთო საჭმელი, გავასწორო ანუ ჩვეულებრივი რაღაცები, ყოველდღიური, ამას ვაიძულებ თავს და თუნდაც რომ ვიდეოს გადაღება დავიწყო და რომ ვიწყებ და რომ ვიღებ ვიდეოს, მე ვერ ვამონტაჟებ. არა და რეალურად ჩემთვის ვიდეოს გადაღებას და დამონტაჟებას ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იმდენად ცუდად ვარ, რომ აი იმის სიკეთებაც არ მინდა, რაც მე მინდა. ხო, რა თქმა უნდა, ეს პირადი ხასიათის პრობლემაა, ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან მტკივნეული, რომელიც არ დაწყებულა დღეს და გუშინ, რომელიც ძალიან დიდი ხნისაა და დიდი ხანია გრძელდება და ადამიანური ამბები და ურთიერთობები არ არის მარტივი, არ არის ერთი ხელის მოსმა და რა თქმა უნდა, არის მტკივნეული. თუმცა მე მაინც ვჯერა, რომ დრო ყველას თავის სახელს დაარქმევს და ყველაფერს თავის ადგილს დააყენებს და მე კიდე ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ მინდა ჩემს გარშემო და ჩემს გვერდით მხოლოდ ნამდვილი. ყველა და ყველაფერი. დანარჩენი და ანუ რაღაცა ისეთი უაზრო, საპოზიორო, აფერისტული, ცარიელი, ეგეთი არაფერი არ მჭირდება მე. ეგ ვიცი ზუსტად. დღეს მთელი დღე სერიალს ვუყურებ და აი ამ თავი რაღაცებს არ ჩამოთვალე ვაკეთებ. ნახოთ, საღამოს კიდე შემოგირბენთ ალბათ. გაგოცეთ. დავიყიდებ და რა მოიგონეს რუსთავიდან. შუბა. სად არის შუბა? აგერ. კარტოფილიანი და ყველიანი აფსიაში იყო და ამას ვიყავს და მაგიტო ვიდე და ვიყავი. თავისი უნდოდა.
ასევე ვიყიდეთ ჩოკოპაი. აქციაში იყო ესეც. ეხლა რა მოიტანეს რუსთავიდან. ესა. ეს ინტერესებია. ლობიანი, ხაჭოპური. მედოგი. და კივი და ვაშლი. ჩვენი